ტრაგედია თბილისში 2 დღის ძებნის შემდეგ ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონის 29 კორპუსში მცხოვრები დედა და 2 მცირეწლოვანი ბავშვი საკუთარ ბინაში გაზით გაგუდული იპოვეს. 47 წლის ქეთევან დანელიასა და მისი შვილების დაღუპვის შესახებ ახლობლება მას შემდეგ შეიტყოს, როცა ბინის კარი შეამტყიეს. ნანუკა იორდანიშვილი ისაუბრებს ტრაგედიის მიზეზებზე. ნანუკა, გისმენთ? როგორც მაშველები და მეზობლები ყვებიან, სავარაუდოდ ამ 3 ადამიანის გაგუდვის მიზეზი გახდა წყლის გამათბობლიდან გაჟონილი ბუნებრივი აირი, თუმცა ჯერჯერობით ექსპერტებს დაზუსტებით არაფრის თქმა არ შეუძლიათ. როგორც მეზობლები ყვებიან, მათ ხათუნა დანელია ისინი ვერ უკავშირდებოდნენ ხათუნა დანელიას 2 დღის განმავლობაში, შემდეგ როდესაც დაარეკეს მისი სამსახურიდან, საკუთარმა მამამ ის ბინაში უკვე დაღუპული აღმოაჩინა. შეტყობინება შემოვიდა, რომ ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონის 29 კორპუსიდან ერთ-ერთი სახლიდან კონტაქტზე არ გამოდიან ოჯახის წევრები, გამოსული იყო 2 სამაშველო ჯგუფი. მოახდინეს გისოსების გაჭრა და შევიდნენ, მაგრამ სამწუხაროდ და საუბედუროდ შინ დახვდა 3 მიცვალებული, რომლებიც არიან ერთი ბიჭი 11 წლის, გოგონა 15 წლის და დედამისი კიდე 47 წლის. დაღუპულები დახვდნენ, სავარაუდოდ ეს უნდა იყოს გაზიდან, ყველა შემთხვევაში გაზის ბრალია, მაგრამ ეხლა ექსპერტიზა დაადგენს თუ გამათბობლიდან არის თუ გამაცხელებლიდან არის, ამას უკვე ექსპერტიზა დაადგენს. გორში. აი იქ მუშაობდა ექიმი. და ვინ იპოვა იცი? მამამ, თავისმა მამამ, მოხუცმა მამამ. და გაზის გამათბობლიდან ასე ამბობენ, ხო? მეტი რა მოკლავდა. ბაბუა მოვიდა და ნახა იქ დაგუდული იყო ის გოგო, შვილი იმაში ვანაში, თურმე იბანდა. იქ და ის არა იქ დაგუდულა, მე ეტყობა გამოვიდა ის ხაერი და რაღაცა და ის იმათ ეძინათ და ისინიც იმას აქვს. როგორც მეზობლები ყვებიან, გაგუდული 15 წლის გოგონა მაშველებმა აბაზანაში იპოვეს, როგორც ჩანს ის ბანაობდა და სწორედ ამ დროს მოხდა გამათბობლიდან გაზის გაჟონვა. თუმცა აქ მოსული ექსპერტები ამბობენ, რომ ჯერჯერობით სიკვდილის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი ნაადრევია. კრიმინალისტები ამ დრომდე რჩებიან შემთხვევის ადგილზე და საბოლოო პასუხი თუ რამ გამოიწვია ამ ადამიანების სიკვდილი სწორედ ექსპერტიზის შემდეგ დადგინდება.